პირველი არხის გარშემო ბოლო 2 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და 29 იანვარს დაგეგმილ საპროტესტო აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ეხმაურება. ბორდის თავმჯდომარის და 7 წევრის ხელმოწერით ვრცელდება განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ტელევიზიაზე დიქტატის დამყარებას და იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ ახალი არჩევნების დასანიშნად საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვება. განცხადებაში საუბარია თანამშრომლების მიმართ ბულინგის და მუქარის კამპანიაზე და წერია, რომ მენეჯმენტის შეცვლის მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ხდება და მედიაზე ზეწოლის უხეშ ფორმას იძენს. სამეურვეო საბჭო ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მაუწყებელი ვალდებულია მაყურებელ საზოგადოებაში არსებული მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება და ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გააცნოს. კესო ქაფიანიძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. კესო, უფრო კონკრეტულად რა წერია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და 7 წევრის ხელმოწერით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში? ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, როგორ და რა მეთოდებით აპირებს ეს ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვებას, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელში ჩაგდებას. ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დღეს გავრცელებულ განცხადებაში საკმაოდ ვრცელ მიმართვაში რამდენიმე აქცენტია გაკეთებული. საუბარია ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებულ პროტესტზე, მის წარმომავლობასა და მიზანზე. ბორდის განცხადების მიხედვით პროტესტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებაა. არხის სარედაქციო პოლიტიკა კი აქციაზე შეკრებილი კონკრეტული ჯგუფებისთვის მიუღებელი. თუმცა ბორდი განმარტავს, რომ სწორედ ეს არის მაუწყებლის დანიშნულება, რომ გაჟღერდეს ყველა მხარის პოზიცია და ისმოდეს ყველას ხმა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა არის ის, რომ მთელი საზოგადოების ინტერესები გამოხატოს. კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს. და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია. ისევე როგორც მიუღებელია მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად. ბორდის წევრები კი ასევე ყურადღებას ამახვილებენ ფრაზაზე გამარჯვება საზმაუზე. ანუ ვინ იმარჯვებს, რაზე და როგორ. რა იგულისხმება ამ გამარჯვებაში? საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვების მცდელობა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად მიაჩნიათ ბორდში. განცხადებაში ასევე ყურადღება დაეთმო კრიტიკის სახელით არსებულ ბულინგსა და თავდასხმას, რომელიც მაუწყებლების თანამშრომლების მისამართით ყოველდღიურად მიმდინარეობს. მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს. სულ უფრო დაჟინებით ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია სრული კონტროლი მოიპოვონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ბულინგისა და მუქარის კამპანია. მთელი საზოგადოების თვალწინ ყოველდღიურად ხორციელდება ზეწოლა მედიაზე, უგულებელყოფილია დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტი, თითქოს დავიწყებას მიეცა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია. ისევე როგორც მიუღებელია მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად. უშუალო ტელევიზიის თანამშრომლების გარდა მიმდინარეობს იმ სტუმრების ბულინგი და დევნა, ვინც ამ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ბედავს. გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს. კანონით დადგენილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვინმე განახორციელებს მენეჯმენტში ცვლილებებს და ახალი დირექტორის დანიშვნას კანონთან სრულიად შეუსაბამოა და ამასთანავე შეიცავს პირდაპირ მინიშნებას წალადობის გამოყენებაზე. ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, როგორ და რა მეთოდით აპირებს ეს ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვებას, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ხელში ჩაგდებას. რა გზით აპირებენ არსებული სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ტელევიზიიდან ჩამოცილებას და მათთვის სასურველი დირექტორის დანიშვნას. ჩვენ ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ პასუხს ვხედავთ, იძულებას, ანუ საბჭომ და მენეჯმენტმა იძულებით უნდა დატოვონ ტელევიზია და ამით ამავე დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად გავა კანონის სივრციდან, ან იქნებ ვინმე სხვა პასუხი აქვს ამ კითხვებზე. სამწუხაროდ ამ პროცესს არ იმჩნევენ არც პოლიტიკური პარტიები, არც ინტერესთა ჯგუფები
მცველები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც კიდევ უფრო ახალისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ კამპანიას. საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ის არის, რომ მთელი საზოგადოების ინტერესები გამოხატოს. კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით მას არ აქვს უფლება ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს. მას კანონი ავალდებულებს მაყურებელს გააცნოს საზოგადოებაში არსებული მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება, ის განწყობები და მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ნათელია, რომ საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზაციის პირობებში, როდესაც ადამიანებს კატეგორიულად არ სურთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ხშირად სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა ხდება მის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი, რაც ზოგჯერ ღია აგრესიაში გადაიზრდება ხოლმე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის არსი და მისია სწორედ ეს გახლავთ. ამის შესახებ საზოგადოება წლების წინ შეთანხმდა და ეს შეთანხმება საკანონმდებლო დონეზე გაფორმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები კი ამ კანონით განსაზღვრულ შეთანხმებას ასრულებენ და ამას გაგებით უნდა მოეკიდოს თითოეული პოლიტიკური ჯგუფი და მოქალაქე. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას და სიკეთეს და არ შეიძლება რომ მისი დაცვა მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლების ნერვების და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე ხდებოდეს. ქალაქის ცენტრში მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მედიის ბულინგი და ჩაქოლვა მხოლოდ იმიტომ, რომ იქიდან განსხვავებული აზრი არ გაისმას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამეურვეო საბჭოც და მენეჯმენტიც ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს კანონით დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ჩვენს დიდ წუხილს იწვევს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავაუღებლად შრომობენ, იმყოფებიან მუდმივი სტრესის პირობებში. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მტრად შერაცხვა, მასთან ბრძოლა და მით უმეტეს მასზე გამარჯვების მოპოვების მცდელობა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად გვეჩვენება, ვინაიდან ამგვარი ფსევდოგამარჯვება მთელი საზოგადოების დამარცხების ტოლფასი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობას ვერ მოერგება. ყველა მხარეს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება თავიანთი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი. ამავე უფლებაზე და საშუალებაზე საუბრობს არხის გენერალური დირექტორიც. ჯანსაღი კრიტიკის არეშინი არც თინათინ ბერძენიშვილს არხის მენეჯმენტი კრიტიკისთვის მზად არის, თუმცა ამ კრიტიკას არ უნდა ჰქონდეს თანამშრომლების ბულინგის, ზეწოლისა და მათზე თავდასხმის სახე. ბერძენიშვილი ხშირად გაჟღერებულ გამარჯვებასაც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი თანამშრომლები არიან, რომლებიც სიფრთხილით, მოთმინებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გადიან მისივე თქმით საკმაოდ მძიმე პროცესებს და აგრძელებენ ხალხისთვის მუშაობას. სიტუაცია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ არის განვითარებული, თვეების მანძილზე ამას მაყურებელი თავად პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად ხედავს, მიუახლოვდა იმ ნიშნულს, როდესაც რაღაცა ტიპის გამარჯვებებზე არის საუბარი სხვადასხვა მხრიდან. მე მინდა უთხრა საზოგადოებას და პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, რომ აქ გამარჯვებული ერთადერთია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის ადამიანები, 1100 თანამშრომელი, რომელიც ქმნის წლებია აქ დამოუკიდებელ თავისუფალ მედია ეს არის ტელევიზია, რადიო, ეს არის ონლაინი, რომლებიც ერთგულად პანდემიის დროს, ომის დროს, გამოსვლების დროს, შეურაცხყოფის დროს თუ ასე შემდეგ, მათ აქვთ ძალიან მაღალი თმენის ვალდებულების გარდა ასევე თვითონ გამოხატეს ეს პოზიციონირება, ამას ყველაფერს ითმენ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. ჩემი აზრით ის პროცესი, მომიტინგეთა პროცესი პირველივე დღეს, როდესაც მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მე ვფიქრობ, ეს იყოს ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ჩვენ არ ვართ მხარე, ჩვენ არ ვართ მოპასუხე მხარე და საერთოდ აქ გამართული აქციის მიზეზი მე არ ვიცი, თუმცა სამწუხაროდ ახლა ხვდებით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როდესაც ვისმენთ საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოჭრას, გამარჯვებას, დაკავებას და ასე შემდეგ. ჩვენ, მათ შორის მე და ბორდის თავმჯდომარემ, ასევე მენეჯმენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ბარიერი მოქალაქეებთან სასაუბრო და ჩვენ ჩავედით მათთან, ასე ვიქცევით ყოველთვის, როდესაც ჩვენთან მოდიან სხვადასხვა მოქალაქეები, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ნახეთ, რომ გარკვეული რამდენიმე ადამიანი შემოიჭრა ორგანიზაციაში, აქაც ჩვენ არ გვინდოდა, რომ ამას სამართლებრივი სახე მისცემოდა, ამიტომ ჩვენ დავპატიჟეთ ისინი ეთერში, პირადად მე ვიყავი 4 საათის განმავლობაში ეთერში, რათა მაყურებელს ძალიან მშვიდ გარემოში ენახა თუ რა მოთხოვნები ქონდა ადამიანებს. ამის შემდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დავიწყეთ ასე ვთქვათ მოლაპარაკებები. მე თავად ვაწარმოებდი ამ შეხვედრებს ძალიან ბევრი დღე, ხშირად დღეში 2 ჯერ, ასევე პარალელურად ძალიან ბევრი
ადამიანისგან იყო ასევე ჯგუფურად, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ ეთერი დათმობოდა სხვადასხვა ჯგუფებს და ასე შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა აი ამ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრებისას მე ხა ღიად ვამბობ, ისინი ალბათ ამას დაადასტურებენ. თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ფორმულირება მოვიპოვეთ ეთერი, ეს არ არის სწორი. და ამას ექნება შედეგი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ თქვენ რაიმე უნდა მოიპოვოთ, იმიტომ რომ მოსაპოვებელიც არაფერია, ეს არის ღია ეთერი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველას ყოველთვის აძლევს ხმას. ის შეიძლება მე კრიტიკის საგანი გახდეს, ეს ყოველთვის ესია და ესე იქნება, თუმცა აქ არავის არაფრის მოპოვება არ სჭირდება. გარედან ჩვენ ჟურნალისტებს, ჩვენ სარედაქციო ჯგუფს უნდა აუკარნახონ, ვინ მოვა, რამდენ წუთი საუბრებს, რამდენი ადამიანი დაჯდება ეთერში, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს არ არის სარედაქციო პოლიტიკა, ვის როგორც არ უნდა ესმოდეს ეს. ამას გვიმყარებს სწორედ ის დასავლური პრაქტიკა, რომელიც არის და დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი, ამაყი წევრი და ზუსტად იცავს იმ სტანდარტებს, რომელიც დღეს ესე აბუჩად არის აგდებული. ეს არის მედია საშუალება, რომელიც კიდევ ერთხელ კრიტიკის უფლება ყველას აქვს და მე ვფიქრობ ამისთვის ჩვენ ვართ ღია, თუმცა ის შეურაცხყოფა, რომელსაც ითმენენ ჩვენი თანამშრომლები და მე მათ ახლა მინდა პირადად მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადო ამ თმენისთვის, ამ სიმშვიდისთვის, ძალიან დიდი კოლექტივი ვარ, ძალიან დიდი ორგანიზაცია და მე მათი სახელით, ამიტომ მესმის რა რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. თუმცა მათ ასევე აძლევთ ეს ყველაფერი ფიქრობ ძალას, რათა ემსახურონ პროფესიას, არ ემსახურონ არც ერთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც სამწუხაროდ დგას ჩვენს ქვეყანაში და იყვნენ თავისუფლები, დამოუკიდებლები და რაც მთავარია პროფესიონალურად შეასრულონ თავიანთი საქმე. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან უკვე 2 თვიურად საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტების მოთხოვნა ყოველდღიურად გაიხსნას მათივე შერჩეული სტუმრებისთვის ეთერი შეიცვალოს არხის ხელმძღვანელობა და ბორდის თავმჯდომარე. მადლობა კესო ქაფიანიძემ გაგვაცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეორო საბჭოს და გენერალური დირექტორის პოზიცია.